არ უნდა ყვებოდე, მაგრამ მაინც მან დამოუკვა. შენ შეეხება ყველაზე რთულ თემას ჩემ ცხოვრებაში საერთოდ. ყველაზე სასწაული უნდა მოუყვე, არასოდეს არ მომიყოლია. დანო? კი. აი, იცი რო არ მეგონა რომ ამ პასუხს გავსწრდი. ამის დამალვა არ შეიძლება, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილია. როგორ მეშინია ეს ფილარმონის დარბაზი? გემდე? ახლა ცოტა გავშიშვლდები და ცოტა გავიხსნები ზედმეტად. ამას ძალიან ნანო. აღსარების დროს კი არა ნიკოლოზ ხშირად მithumetes საწყის ეტაპზე ხდება ისე რომ საკუთარ თავსაც ერიდები. ხო, ისე გინანიათ? ოკეი, როგორ არ მინანია? თითქოს დედაზე ვიციე შორი, ამას პირველად ვამბობ. დღემდე აი მეტირება. ხანდახან მარტო რომ დავრჩები ხომ დამიჯერებ, რომ აი აქ ბურთივით რაღაცა მეჭხირება და მეტირება, სულ რომ აი რატო? მაპატიეთ ხა ამ თემას რომ ეხება, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრება და ვერავ ვცდები. ძალიან ემოციური იყო და ამიტომ ყოველთვის ვერიდები ხოლმე, მაგრამ არ ვიცი. დღეს აქ არ ვიქნებოდი შენს წინ ალბათ. აი მე ახლა გამახსენდა. აი ხა გეტყვი ერთ-ერთ რა მე მგონი არ მithქვამს არსად. ძალიან გულახდილად ვლაპარაკობ ყველაფერზე. თუმცა არ თვლი რომ შეცდომა იყო, ხო ეს? არა არ თვლი. იცი რატო? ვიცი რა ზუსტად გამიგებ. ხუმრობთ? არა. სერიოზულად გეუბნები. აი ეს არ უნდა მექნა. ამას ნანო და მოვინანიერებ. აქაც კიდე ბატონო ხა. ნაპატიები აქვს, თორე ამის მოყოლა ასე არ შეიძლება, მაგრამ ვიცი რომ ნაპატიები. დღემდე აი ჩემი მოუშორებელი ტრავმაა, იმიტომ რომ ერთადერთი რაც მინანია და გულსფელად მინდა გითხრა. ეხა ზუსტად მივადექით იმას, რაც მოხდა 2 წლის წინ. რაღაცას აზიანებს. სხვანაირად არ გამოდის ნიკა. მე ძალიან ბევრი დამაკლო ამ დიდმა სიყვარულმა. ძალიან გულწრფელი პასუხი უნდა გაქცე ახლა. ისეთი შოკი მივიღე ნიკა, რომ მოეცახში და მოკლედ გავხდი ძალიან ცუდად. იშვიათად ვიძლევ ინტერვიუს. დიდი მადლობა იმ კომფორტისთვის, რასაც მაძლევ. ეხლა რომ საუბრობ ისე და ისეთ თემებზე, რომელიც ჩემთვის სასიამოვნოა, მისაღებია და რაღაც არ ვარ შეზღუდული ამ რაღაცეებში. პირდაპირ გეტყვი, რომ არის თემები, რომელზეც არსად არ მისაუბრია. მეხოთ იმისა, რომ დასამალი არასოდეს არსად არაფერი არ მაქვს, მაგრამ არის თემები, რომელზეც უბრალოდ არ ვეხები. შენი ბრალია. იმიტომ რომ ასე გულახდილად ბევრჯერ არ მისაუბრია ხოლმე. და მადლობა დიდი. მადლობა თქვენ.